დილამშვიდობისა ცოცხლებო გააღეთ თვალები მოასწარით მეორე თვალის გაღებამდე ღმერთო კიდევ ერთი დღე მოგიცია ჩემთვის მადლობა უფალო Thank you Jesus მადლობა ღმერთო რომ დღევანდელი დღეს მომეცი ნუ ხარ უმადური მადლიერი მადლიერზე უფრო მეტი წყალობა ამიტომ გიხაროდეს რახან შენ ახლა მისმენ მე და მხედავ значит ცოცხალი ხარ ასე რომ გმადლობთ უფალო რომ მოგოცით დღევანდელი დღე ინებე ჩვენი ცხოვრება და შენ წარმართებულო შენ დაგვიფარე ყოველგვარი ბოროტებისაგან და შენი წყალობით და მადლით შეგვმოსე შენი ხელი იყო ჩვენზე შენ და განსადიდებლად იესო ნაზარეველის სახელით ამინ რა უნდა ახლა ამას მადლობის გმას კარგით მე ახლა ერთ საგალობოს ვიგალობებ პატარა ერთ კუპლეტიანია მაგრამ დიდი შინაარსის გაიგონიათ როგორ არის პატარა და მუშაო პატარა მაგრამ ძლიერი ასე რომ ერთ კუპლეტიანია მაგრამ იმდენ რაღაცებს იტევს ეს ერთი კუპლეტი მოისმენ და ნახავ გას ქრისტე მოხსნა დვირთი წოდვების და თავის სიტყვით ჩვენ გაგვახარა შენ სახარება ხელში აიღე და თქვი ნამდვილად გწამს ის თუ არა გწამს თუ არა ქრისტე მოხსნა დვირთი წოდვების მან თავის სიტყვით შენ გაგახარა შენ სახარება ხელში აიღე მაგრამ დათქვი ნამდვილად გწამს ის თუ არა გწამს თუ არა გწამს თუ არა ჩავგიტარე ხან მე ცოტა მაგრამ ეხლა ისე ჩავაგიტარებ მოემზადეთ ეხლა სურპრიზები მაქვს თქვენთვის არა ნანი ადრე კი არა ვერ დავწექი ვერ მოვასარი კარგით არა ჯერ გამიტყდა ასე გამიტყდა კი არა ვაფშე მაგრადა ვარ არ დამიზენია რამსე კარგად ვარ და რატომ ამბობენ ეს მეც ისა გადმომედა ის ვერი დედაჩემ იტყვა და ხამი გავტეხეო და პატარა რო ვიყავი მეუთხარი დედიკო რომელი ჩაკოჭი ტეხავდი მეთქი არა შვილო რა ისე გავტეხე ღამეო და მეთქი ალბათ დედიკო ურაგუნებდა იმას უროთი ტეხავდა მეთქი ალბათ ღამეს კარგით მეგობრებოც მებოდებო მშვიდობა ყველას ნაცნობებს მეგობრებს მეზობლებს თანაკურსელებს თანა ჯარში არ ვიყავი ახლა მაგრამ ხო იცით ახლა თანა იმას ციხელებზე ასე შემდეგ თანა კამერელებს თანა კამერალი საკასო მუსიკალური კამერული ორკესტრი ჩის მონაწილეობდეთ მე ხან გიტარაზე ხან და ხან სკრიპკაზე და ხან კიდე რა ვიცი კიდე სად უკრავდით ხო და ეხლა ხუმრობა იქით დაჭეშმარიტება აქეთ ცოტა ხუმრობითი სათაური გავუკეთე რაღაცა კი არ გამიკეთებია დავწერე რაღაცა და აი ქადაგებას მოყვა თავისით და მოდით ძალიან გრუბად რომ არ გამოჩნდეს
აი მე მინდოდა გადარჩენილები და არ გადარჩენილები. მაგრამ იესოს სიტყვებიდან ასე ამოვიდა, რომ სახარებიდან ამ ქადაგებას დავარქვი მემარჯვენეები და მემარცხენეები. ხო იცით ახლა ისა მშვიდობას მოვთემური მშვიდობა. როგორ ახარ? ხო ყავს ოჯახში ყველა იქ მუზიანად. გაგორცხოს უფალმა. მემარჯვენეები და მემარცხენეები. ეს მე არ მithქვია, ეს თქვა იესო ქრისტემ და თუ არ გჯერათ და აგერ ნახოთ ახლა. არა და მართლა ხუმრობა იქიდან ეს არის ისეთი საკითხი, ამას დიდი სერიოზულობით, დიდი მონდომებით, სულიწმინდით, იცით რას გეტყოდით მეგობრებო, ძმებო და დებო და ღვთისმოშიშებო, გადარჩენილებო. ხა გადარჩენილები ერთია, ღვთისმოშიში ერთია. ხო და ძმებო და დებო, იცით მე სადღაც სულის სიღრმეში რას გვრძნობ, რა მაკლია და რა უნდა ღმერთ ჩვენგან. აი ღმერთი რომ ამბობს ესაიას წიგნში. აი ღმერთი არისო მიუწვდომელ სინათლეში. ღმერთი გვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში. პავლემ სიხმარა სიტყვა. და ასევე თამდაბალთა და მორჩილთა გულებშიო და ტრეპეტუში პერეთ სლოვამტვაი. ესე იგი ვინც ღმერთის სიტყვის წინაშე თრთის. აი იმდენად აფასებს ეს პიროვნება ვიღაცა. ნეტავი გამხადე მე ის. მე კი მე მოგრძალება მაქვს, მე პატივისცემა რწმენა, მარა იმ ადგილს რომ შევხედავ, აბა მაშინ რატო ვყლაპავ ნერწყს იმას რომ კითხულობ. და ისიც იქ ბოლოში დგას ის, ვინც ღმერთის სიტყვის რთოლვა. იგი სმირონოვა, ასე წერია პირველი სმირონი, მეორე საკრუშონი დუხამ, თამდაბალნი სულით მორჩილით, რომ სმირონი სულით დამსხრეულნი და მერეა ის მესამე. ვინც თრთის ღმერთის სიტყვის წინაშე. და აი ვინც თრთის ღმერთის სიტყვის წინაშე, იმას ეხსნება ყველაფერი. იმიტომ რომ თვითონ იესომ გვასწავლა, ნუ გადაუყრითო მარგალიტებს ხორებს. ხო და იმიტომ რომ გათელავს, არაფასებს. და ზოგისთვის ბიბლია ესეთი გახდა, რომ რა იცია, კაცს უფრო მოусვენს ვიდრე იესოს. კაცის ქადაგებას უფრო მეტად დააყენებს, ვიდრე იესოს ნალაპარაკებს და პავლე მოციქულის ნათქვამს სულიწმინდისაგან სახარებაში დავანებულს. იმან ასე თქვა, იმის ნალაპარაკები უფრო მომწონსო ვიდრე შენი. შენ იმიტომ რომ შენ კითხულობ მარტო. რას ვიღაცა კითხულობ. მე რა იმას ჩემს იმას ხარ ვკითხულობ, მოგონილ ლექს ხარ გიკითხავ, სახარებიდან ვკითხულობ თორე. დაუშვათ ვლაპარაკობ. მაგრამ რა იცი, არის კატეგორიის ხალხი. მე მინახია მორწმუნეები, როცა კითხულობდნენ, იესოს ჯვარამდე მივიდოდნენ და ტირილი აუვარდებოდათ. სულ უკუნებდნენ. და მე მორწმუნე ვიყავი, მაგრამ მე ვფიქრობდი, რა ტირებს კაცო, კი ახლა უფალი შეიხო, მაგრამ ყოველ მათე სახარებაში ტირის, მარკოსში ტირის, ლუკაში ტირის, იოანეში ტირის. მე ვთქვი, ასე მე მეტირებოდეს კი მაინც ღმერთო. რა ისი, ისე კითხულობს ის ვიღაცა, რომ ყველაფერს ხედავს იქ, განიცდის. და არიან მორწმუნეები, რომლებიც
ყველაზე მაღლა დააყენა იმ კაცმა სახარება. ღმერთმა ხო გააკეთა ასე? ყველა თავის სახელზე მაღლა დააყენაო იესოს სახელი. თავისი სიტყვა. ხო და როცა მორწმუნე ასე იქცევა და ყველა ადამიანზე, ყველა წვერებიანზე, ყარაბას, ბარაბასზე და ყველა ვისაც აქ რაღაცები უკეთია და ვიღაცები და ბრწყინავი ანგელოზი. თუ გინდა ის ჩაირთე რა ქვია მაგას კაცო? იმას რა ქვია? იმასე კაცო. დარბაზებში, კათედრაზე, სცენაზე. ლამპიონები დაიყენე ირგვლივ. მანათობელი ჩაისე თუ გინდა ის ბრილიანტებით შემოსილი რაღაცა ტანსაცმელი. ისე რომ ყველგან გიბწყინოდეს ეს ყურები, ცხვირი, თვალები, თმა. ცხვირიდან ასე გამოდიოდეს შუქი, რაც მინდა. ამას თუ არ ეთანხმები, უხაჯიდე ვონ. თუ გაჰნაყურები წრუწუნა და წუნაზე, აი ასე. შენ კაი ხათრი მაქვს, მაგრამ უხაჯიდე ვონ. ასე თუ არ ეტყვი და თუ შეგრცხება და თუ მოგერიდება, ესე იგი არ გიყენია შენ ღმერთის სიტყვა პირველ ადგილზე. პავლე იყო გაბედული. პავლემ თქვა, ანგელოზის რომ იყოსო, შევაჩვენებო. ვაშოლ ვონ გავიგდებოდ ძაღლებით, ბოროტისულებით, ვინც არ უნდა იყოს. აი ასეთი დამოკიდებულება აქვს იმ ხალხს, ვინც თრთის და ის კი არა კაცო, შიშით კანკალებ და ეზა დენმა დაგარტყა. არა, ეს მოკრძალება, ეს იმისთანა ადგილი უკავია ღმერთის სიტყვა შენში, რომ სახარებას გარში კითხულობ და უკვე გვურძგლავს, უკვე რაღაცები გემართება. რატომ? აი ვინც აფასებს ღმერთის სიტყვას, სული წმინდა უხსნეს იმას. ასე რომ ბევრი ლაპარაკი მეარი და მომიტევეთ, სულ არ მინდა ამის ლაპარაკი და კაი, იყოს, ჩავთვალოთ. რაც იყო. ეხლა უყურეთ. წავიკითხოთ პირველი ადგილი. მე რამდენი ხანი არ ვლაპარაკობ. მათეს მეათე თავი. მათეს მეათე თავის 22 მუხლი. ეხლა თუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს რაღაცებს ახლა დაიწყებს აქ ბურდღუნსო, იმის რაღაცას ვიტყვი ახლა მე აქ მე წინასწარ კი არ ვიქებ ჩემ იმაზე. თუნდაც ვიბურდღუნო, თუნდაც ისა არა გრამატიკულად ვილაპარაკო, ისა ჩიქორთული, ჩაურუსულებ, ჩაუმეგრულებ, რა ვიცი, აფხაზური არის სწორი, ჩავინგლისურებ და ენებზეც კიდე ვილაპარაკებ, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს მაღალფარდოვნული, შენ რომ მოგწონს, ხო ისე? მონოფოლოგიური და იმისა სიტყვებს ხმარო, ხანსამ Google-ში უნდა წახვიდე რომ გაიგო რას ლაპარაკობს ქადაგებელი. ასე თუ არ ვილაპარაკე, ეს არა არნიშნავს რომ მე რაღაცა იმას ვილაპარაკებ. სხვას მე გლეხურად, ხარიბულად, მაგრამ გადმოგიგდე მარგალიც და თუ აიღებ შენია და თუ არა დაკარგულია. მათეს 10:22. მათეს 10:22. იქნებით მოძულებულნი სუყველასაგან. ჩემი სახელის გამო. ეს ვიცით. მაგრამ უყურე ახლა ხას რას გაუსვამ მე. აი ახლა რო წავიკითხავ იმას. ხოლო ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. რას ნიშნავს ახლა ეს? მე მინდა ახლა ჩემ თემას ეხება აი ეს ბოლო ნაწილი B. ხორე A და B. B ნაწილი. ბოლომდის მომთმენი გადარჩება. უფალო აბა თავიდან
მოთმინების დამწყებს რა? ანდა შუამდე. ფინიში. ეს მახსენდება ამას რო ვიტყვი. ჰიპოლიტეს ვარ უნდა და ფინიში. ფინიში გჭირდება, იესომ თქვა. ბოლომდის მომთვენი. გადარჩება. აბა შუამდის? დასაწყისშიც? შუამდე კიდე? ბოლომდის. ის გადარჩება. ამ გადარჩენის ისა ეს გადარჩენის საკითხი და ეხლა გეტყვი რატომ დავარქვი ამ გადაგებას მე ანდა ამ თემას რა ამ სიტყვას მემარჯვენეები და მემარცხენეები ხუმრობა მასაც სწორედ უფრო მეტად ჭეშმარიტი გადარჩენა რა ვიცი რას გინდა ეს დაარქი სულ არ მინდა მე მინდა თავარი აზრი გავიგო ჩვენ ბოლოს ეხლა გავხსნათ მათეს 24-13 მიყვარს მე ადგილ გადასვლა და ისეთ მე ბევრი ადგილებს იმიტომ ლაპარაკობ მეგობრებოც მებოდადებო რომ უფრო მეტად მოგისმინოთ ღმერთის სიტყვა და რაც შეიძლება ნაკლები არ გამომდის ჯერჯერ ვსწავლობ კომენტარებს ის ინტერპრეტაცია გავუკეთოთ ცოტა და ბევრი ღმერთის სიტყვა ის ჯობია 24-13 უყურეთ რა ამბავი ხდება აქ მეორეჯერ მეორებს იესო ისე მათეს სახარებაში რომ რა იქნება შენი მოსვლის დღე და ეს იქნება ერთმანეთს გადასცემენ მრავალი უწინასწარმეტყველები ადგებიან და ასე შემდეგ გამრავლება უჯულება გავნელდება სიყვარული და მე-13 მუხლი ბოლომდის მომთმენი გადარჩება რა ისე ალაპარაკობს იესო ამას ბოლომდის მომთმენი გადარჩება ეხლა უყურეთ რა არის მე წავიკითხავ ადგილს მარკოზის 16 ეს ყველა ვიცით ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება ვინც ირწმუნებს თუ დალშია კიდო ზოგიერთ ამბობს ირწმუნა და გადარჩები კი იესომ თქვა ვინც ირწმუნებს ის აუცილებლად მოინათლება ისე რამდენი მორწმუნეები არიან მე ვირწმუნე და გადარჩე ყაჩაღი სულ არ მონათლა მაგრამ ძალიან კარგად ისა გავიდა იქ და შესრიალდა იქ იმასავით შევიდა ცეკვით სასופველში მე რატომ კითხულობ ამოხს იმიტომ რომ წმენას ყოველთვის მოყვება მორჩილება იმიტომ რომ იესომ თქვა ვინც ირწმუნებს წმენა მარტო არა მას არ ვთქვა ვინც ირწმუნებს გადარჩება მან თქვა ვინც ირწმუნებს და შემდეგ ნაბიჯს გააკეთებს მოინათლება წყალში მოინათლება მერე პეტრე ამბობს რა არის წყალში ნათლობა ეს არის კეთილის სინისით ღმერთს ემსახურო ნათლობა არა კაცო ის ამოვლება ის ხო არა ჩურჩხელა რომ ამოავლება და ძაბზე და თხილზე და ჰობა გაჩნდა ჩურჩხელა ასე არა ნათლობა იესომ როცა თქვა ნათლობა ის წყალში ჭყუმპალავი კი არ უგულისხმია იქ იგულისხმა ჭეშმარიტი წყალში ნათლობა პავლე მერე ხსნის მას უფრო მეტად ეს არის მსგავსება სიკვდილში მის აღდგომაში
აგერთი ამბავი ეგაც. შენ მარტო ეს გონი ეს ბულბულბულ. იესომ თქვა ვინც ირწმუნებს და პლუს ზოგიერთი ამბობენ არა ირწმუნე გადარჩები. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. იაკობის სული წმინდა იაკობის სპირით მას ეძახის მკვდარ რწმენას. ხო გინახიეთ კაცი ისა რა ქვია მაგას. შუა იმაში ოთახში როცა მიდიან მისამძიბრებლად. ყველაფერი გაწეულია იქიდან სკამების შუაში მკვდარი თავარცენში. ხო და მიდიან იქ. ასი ახალი შარვალი კოსტუმი ისეთი გამოწყობილია თავის ხორებაში ასე არ უნახიათ არავის სულ რაღაცა დასრული შარვალიან და დატვირთული რაღაცები ეცვა ქულმონგრეული ფეხსაცმლები რაღაცას დავარსნილი არ ქონდა სულ ასე ნაბაროდ ედგა პრიჩოსკა ქარისგან იქით აქეთ და წევს გადასარევად გადასარევი და ახალი ტუფლები ასვია ახალი შარვალ კოსტუმი ჩაზმანული ბრიტვასავი დგას შარვალი შინი თეთრი სარაშო გასტრის უგეთია საათი ბეჭედი სუნამა ფულიც აქვს დაშე თითებში მაგრამ რას გინდა მკვდარია ასე რწმენა თუ მკვდარია რა თუნდა ამას შეფერადება მკვდარ რწმენას იაკობი თქვა საქმეები არ აქვს რწმენას ყოველთვის აქვს საქმეები მე ისე რა მიყვირს რატომ ნერვიულობს ეს ზოგიერთი ხალხი რომლებიც ლაპარაკობენ რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია რწმენით გადავრჩებით მაგრამ როგორი რწმენით მე ხო ხსნის კაცო აბრაამიო გამარდა რწმენით მაგრამ სრულყოფილი ქნაო თავისი რწმენა როცა ისააკი მოიტანა დაუმტკიცა ღმერთს აღმერთო მე მარტო შენი კი არ მწამს რომ ვარსკვლავები ვიდაზე გამამრავლებ და ჩემი შთამომავლობა ასე იქნება ერწმუნაო აბრაამი უფალს სიმართლით ჩაუთვალავეს მაგრამ მე შენი ერთ დღეს ღმერთმა უთხრა მოდი ეგეთ მოდი აბრაამჩიკ მოდი ეგეთ ისა შემომწირე შენი საყვარელი ისააკი ერთი ფილმი ეგ უყურე აბრაამის ფილმს წინათ ურწმუნოს გადაღებული რა იქნება ყვირისი არა შენ ბოროტი ღმერთი ხარ ეს ეშმაკია რაღაცებზე უწყრება ვითომ ღმერთს აბრაამი არასოდეს არ იზრდებოდა რწმენას თავისი ხმა აქვს რწმენას თავისი კილო აქვს და რწმენას თავისი ისა აქვს გამოვლენა პახოტკა აქვს რწმენას თავისი ფხიზელი კაცი ნორმალურად მიდის თრალი ფრაზგონია რომ სწორად მიდის მაგრამ ასე მიდის სხვის თვალს ასე რწმენა არის უვერენად ლაპარაკობს კი უფალო შემოგწირე მაგრამ რას ვიზამ შენ მომეცი შენ აიღე როგორც იობმა თქვა ისე და არ შესუსტებიაო მე სული წმინდა პავლეს მეშვეობით გვეუბნება რომ აბრაამა იფიქრა ღმერთმა შემპირდა მე ღმერთი შემპირდა მე ისააკში გაგამრავლებ ესე იგი ღმერთს შეუძლია მე რომ მოუტან ღმერთს მსხვერპლს ღმერთს შეუძლია არაფრისგან აღადგინოს ისააკი მან რწმენით სრულყოფილი ქნა სრულყოფილებაში მოიყვანა თავისი რწმენა ამას გვასწავლის ახალი აღთქმა
და სხვა სახარება გვასწავლის რომ ირწმუნე და გადარჩები. კი ბატონო, მაგრამ რომელი რწმენა თქვი ის? არის ცოცხალი რწმენა და არის მკვდარი რწმენა. ორივე რწმენა. და შენ რო გაარჩიო, იესომ თქვა, ხე ნაყოფით შეიცნობა. აი ასე იცნობთ მათ ნაყოფებით. იძახე ხე ვარ, ხე აგ ნადუსა კიდო, მაგრამ არც მსხალიები ამაზე არც ისა ვაშლი. მე რა რა ხე. წამს. მაჩვენეო შენი რწმენა საქმეების გარეშე და მე გაჩვენებო ჩემ რწმენას საქმეებით. ვინც არასწორია კაცი ის მორწმუნეები ან და ის მიმდინარეობა ან და ის ხალხი, რომლებიც სასურთ საქმეებით მოიპოვონ გადარჩენა. ეს არის ჯოჯოხეთური რწმენა. ეს არ არის. ეს არის სატანის ერთ-ერთი ტყუილი კიდო. მრავალი რელიგიები არ მინდა შევეხო, მაგრამ ყველა ვინც არ უნდა იყოს ეს კათოლიკი, მართლმადიდებელი, ევანგელისტი, ამისტი და იმისტი, ვინც არ უნდა იყოს, თუ ვინმე საქმეებით უნდა რწმენა შეინარჩუნოს და გადარჩენა მოიპოვოს, უკვე არასწორია. პირიქით, ნამდვილ რწმენას ავტომატურად მოაქვს საქმეები. მასში ვლინდება წყურვილი, სურვილი. სად მესუგდა საქმეებში ვინ თქვა პეტრემ უთხრა, პავლემ უთხრა, იოანემ უთხრა, რო ყიდნენ ყველაფერზე რომ მოქონდათ და ყველა არც ერთი თავისას არ ეძახდაო თავის ქონებას. სად ეწერა, რომელ კანონიდან წაიკითხეს ეს? მათ გულში ქონდათ ეს რწმენა, ამ რწმენამ, ქრისტეს ცოცხალმა რწმენამ, აი ასეთი სურვილები და მოქმედება გამოიწვია პირველ მორწმუნეებში. დღეს რა არის? დღეს არ ვიცი რა არის. როგორც ეს სიმღერა, ზოგი უბერავს ასე, ზოგი უბერავს ისე და რა ვიცი ვინ სად უბერავს. მაგრამ სადაც უფლისულია და სადაც უფლისული დაუბერავს, იქ ყოფნას არაფერი არ ჯობია. ის მხოლოდ აქ უბერავს სახარებაში. კარგი კათოლიკებს გადარჩენა ის მელაპარაკოთ, ახლა ისე გავაგზავნო, მე ჩემი გამიგზავნება 2 საათიანი და ვიღაცამ შეიძლება დამწყებოს კიდე. სხვა დროსდანი. კათოლიკე კი არა, ეს იყოს კაცო ისა. სახე ანგელოზისტი. თუ მას წამს იესო. თუ მას წამს იესო და ცხოვრობს. თუ ის არის მაღიდან შვებული, კათოლიკე კი არა, ის ძარფი ისა. პირველ ყოფილი ქრისტიანი. სახელწოდებას არ აქვს მნიშვნელობა. რა ვიცი კაცო, თუ მინდა ხო იყვნენ ქრისტიანები, მიმდინარეობები, რაღაცები ერქვათ, მაგრამ ვიღაცა რაღაც ჭეშმარიტება თავარი არის, როცა კაცი ირწმუნებს იესოს. შედის მასში უფალი იესო და იცვლება და მისი ავტორიტეტი ხდება ღმერთის სიტყვა და ღმერთთან აქვს ურთიერთობა. როცა კაცს ღმერთთან ურთიერთობა არ აქვს, ის ლოცვებში, სიზმრებში, რაღაც გრძნობ შენში გაქვს შენ დამოწება, რომ შენთან ღმერთია, შენ ღმერთთან ახარ. ვიღაცას ასეულია გიხარ შენ არ ახარ ღმერთთან, ღმერთი არაა შენთან და ვერ დაგიმტკიცეს ვერავინ. ჩვენში გვაქვს ჩვენ მოწმობა. ამიტომ როგორ შემიძლია მე ვიღაცას დაუმოწმო, თუ მას შინაგანი უმოწმებს. ხო და მე ხა ვილაპარაკობ აი ამ გადარჩენაზე. რა ისი მე რატომ მინდა? იმიტომ რომ სადღაც ხედავ რომ სატანა ხო ისაა კაცო, ტყუილის მამა. ეს არის შემოქმედი ტყუილის, ამან შექმნა ტყუილი. ეს არის პროფესიონალ სლუჟი. ეს არის
ამისგან არის ტყუილი, ამისგან არის ისე მოგატყუილებს, რომ ვერავინ ვერ დაგემტკიცებს, რომ შენ ტყუილში ხარ. წარმოგიდგენთ, თუ ის ირწმუნე, русებს აქვს ამისანა გამოთქმა. Обманутые не подозревают, что они обманутые. მოტყუებული даже აზეს არ არის. რო უთხრა ხარხაც დაიწყებს, ხითხიც დაიწყებს, რა ვიცი, კისკის დაიწყებს, რასა რომ მეუბნება ზაწყალიო და შენ მოგიბრუნდება აქ და არა და 100%-იანი გაშანშალებული, გატყამებული არის. უკვე არა აქვს არაფერი ნოლზე ზის და აზის არ არის. აი ასეთია ეშმაკი. იესომ ხა ის მოდის სატანაო, რომ მოიპაროს, მოგპაროს. მოკლას და დაღუპოს. რა მოიპაროს? რა თუნდა მან შენი ფული და შენი ბრილიანტები და შენი რაღაც ჯართი. მას აი ამას პარავს იესომ თქვა. დავარდაო გზასთან და აკენკესო ჩიტებმა. ეხლა მოусმინე მეორე ცოტა იქით მე დანში რას ამბობს იესო ამ ჩიტებზე ვინ არიან? მოდისო სატანა და გულში დათესილს პარავს. ვინ პარავს? ეშმაკი რას? სიტყვას. ამას მოპარავს ის შენ. ოღონდეს არ წაიკითხო. ქადაგებებს დაგიყრის თავზე. იგინა ვერ გამოხვა. ოღონ შენ არ ეკითხო ეს. ანდა ოღონ შენ არ ირწმუნო და ყველაფერს გააკეთებს. ოღონ სახარებას არ მიგიშვას. თუ მიიხვალ და აკითხულობ და სადღაც ვიღაცას ეჩხუბები გაზრებით და რა დაკარგე და დაბორიელები გიდაგ სადღაც. ყველაფერს ეცდება ოღონდ ეს. ანდა თუ წაიკითხე და თუ დაიწყებ რწმენას, ეცდება იქ ფეხი დაგიდოს, ეჭვი შეგაპაროს, მას არაფერი არ უნდა ჩვენგან. ეს წაგვართვას, ეს მოგპარა და როცა ამას მოპარავს კაცს, ის არ წაგართმევს. რო წაართვას, მაშინ შენ უნდა ნახო მაშინ ვინ გართმევს. არა, ის პარავს. და როცა სატანა მოპარავს კაცს ღმერთის სიტყვას, ის კვდება სულიერად. და როცა კაცი სულიერად მოკვდება, მერე ის იღუპება. ამას ქვია ბიბლიურად მეორე სიკვდილი. როდის დავიწყებ? ვერ დავასწარი, ვერ დავეწია იმას თენგოს. ჩვენ ერთ ქადაგებელ თენგოს. და მე მაშინ რა იცი რას გავაკეთებ? ჩქარა, ბენარბენით გადავიერბენ ადგილებს. საქმის გაჩერდი? არა. ლუკას 13:23. უცბად აგრა. ლუკას 13:23. თქვენ ჩაიწერეთ და მე გადახედეთ. 13:23. სადაგა რასაროვეზე 13:23. რამბავი აქ. ვიღაცა მუთხრა იესოს. უფალო მოზღვარო უფალო. ნუ თუ მცირედნი გადარჩებიან ბუცუცუნიები. მან კი უთხრა. იღვაწეთ, то есть ეშურნე, მოინდომე, შეხვიდე ვიწრო ჭიშკრით. რატომ? რამე თუ გეუბნებით მრავალი მოიძებნის ანდა მოინდომებს შესვლას ვერ შეძლებს. რატომ გასვა? ირწმუნა იმ გასმა. შენ გირწმუნა უფალო. იესო თქვა. ვიწრო ჭიშკრიდან მოვა ყველა ჩემთან. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს ყოველ დღე, მე არ მithვიოს იესო თქვა, თუ ეს იმათ ეხებოდა. ძველ აღთქმას. თუ ქრისტეს მიმდევრებს.
იღვაწეს შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რამე თუ გეუბნებით, მრავალი მოიძებნის. ანდა მოინდომებს შესვლას და ვერ შეძლებს. უყურეს ამბობს, როდესაც სახლის პატრონი წამოდგება და დაკეტავს კარს, ეს იესო ამბობს, მაშინ თქვენ გარეთ მდგომნი დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით, ბატონო, გაგვიღეთ ჩვენ, მაგრამ ის პასუხად გეტყვით, არ გიცნობთ საიდან ხართ. მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს, შენს წინაშე ვჭამდით, სვამდით და ჩვენ ქუჩებში გვასწავლიდი შენ. მასწავლებელი იყავი ჩვენ, მაგრამ ის გეტყვით, ვერ გიცნობთ, სადავრები ხართ. გამშორდით ყველანი უსამართლობის მოქმედნო. დაიმახსოვრეს, მოქმედნო. ეხლა იოანეს 10:9 იცი რატომ დაატორმოზო უნდა. მე ვიცი ბევრი ლაპარაკი, მეც ვიცი რომ ვიცი, მაგრამ ეს იმისთან არის ვარიანტი არა თუ შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ერთი მარგალიტი რომ არა იყო, არადა ერთი მარგალიტის ღირს ჩემი მოთმინება. მე რომ გეუბნები იმის მოსმენა 10:9 და თუ ვტყვი ვარ ბოლოს თქვი. მე ვარ კარი. მე ვარ კარი, ვინც შედის ჩემით გადარჩება. შევა და გამოვა და საძოვარს იპოვის. ეხლა იესო მე ვარ კარი. იესო კარი ჩემით ვინც ჩემით შედის. აქ იესომ თქვა ვინც მე მისმენს. სადმე თქვენ ნახეთ იესომ თქვა ვინც მე მისმენს გადარჩება. იესო ამბობს ვინც მე მისმენს და ჩემს მცნებებს რაო იზეპირებსო? ასრულებს. აკეთებს. წმენა საქმის გარეჟა ფაფუ. აი წავუსი შენი მცნებას და მიიტყლიპე იქ შუბლზე შენი მცნებები, იესოს მცნება. რად გვინდა ჩვენ ცნება რომ ვიცოდეთ თუ მასში არ ვცხოვრობთ. მითხარით. ვიცი მე მაგალითად ზეპირად ცნება. არ მოიპარო. ყველა შემილია 10-ვე მცნება. 9 ნეტარება. ეს ღმერთს არ ზურს და ყველაფერი ზეპირად ვიცი. რაში გამომადგება მე ეს? მე თუ იმაში არ ვცხოვრობ. არის მე მიყვარს ჩვენ წამს საერთოდ იესოსი თუ არ ვწამს. აი უბრალოდ მაგალითს ვიტყვი. იესომ თქვა, ვინც ეტყვის ცავის ძმას რაკა, სულელო. რა წერია შემდეგი? შეხო იცი? გჯერა ჩვენ ეს? და არადა სულელო მარტო რა მოგდიოდეს. აი. რომაელთა ეხლა აქ რო ვკითხულობდი რა ადგილი გამახსენდა დედა. მოემზადე ეხლა. ჩარტეკოსის მუსიკა. იოანეს 15. რამინიცად ეხლა ეს თქვენთან. ახლა არის აქ 6 და 6 ვთქვათ 9. ალბათ ცოტა ემზადებიან კრებულისთვის. მე 15 თავი.
იესომ თქვა, ამით უნდა დამეწყო მე, დავიწყე რაღაცებით. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. მამა ჩემი კი მე ვენახე. პაიკმახერი. ნიშნის. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე ის მოაშორებს. და ყოველ მომტან ლერწს განწმენს. რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ წმინდანი ხართ იმ სიტყვით, რას გითხარით. მე აგრძელებს. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი მაშინ თქვენში დარჩებიო. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება. ისე თქვენ თუ ჩემში არ დარჩებით. უყურე ეს რას ამბობს? ეს დაიზეპირეთ. დაიზეპირეთ კი არა, დავიზეპიროთ. მე დავიწყებ და თქვენ გააგზელეთ. დავიზეპიროთ. მე ვარო ვაზი. თქვენ ლერწები. ვინ ჩემში რჩება და მე მასში იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებთ. რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. აქ რა არის იესო? ყოველ უნაყოფო ლერწს. ვინაა ლერწი? რა თქვა იესო? მე ვარ ვაზი, თქვენ ლერწები. ყოველ უნაყოფო თქვენ უნაყოფო თქვენ. ანდა უნაყოფო მორწმუნეს. ყოველ მე ვარო ვაზი. დავუშვა და მე ლაპარაკო ღმერთთან მაშროზე. იესო მეუნება. მე ვარ ვაზი კახა. შენ ხარ ლერწამი. ყოველ თუ შენ უნაყოფო ლერწს ხო თქვა ეგ? ყოველ უნაყოფო ლერწს უნაყოფო კახას ჩემზე ის მოაშორებსო მამა. მე კახას რომ ამბობ, ჩასვეს შენი თავი. თუ შენ ნაყოფსო არ მოიტანო თქვა იესო. მამა კაც გააკეთებს ეგეთ, მოგჭრის. არა და ვიღაცა დგას და გიმტკიცებს რომ შენ თუ ირწმუნე გადარჩი. კი ბატონო, გადარჩი. მაგრამ ნაყოფს თუ არ მოიტან, მერე ბოლო დღეს ნახავ, გადარჩი თუ არ გადარჩი. იქ ბევრი დარწმუნებული მივა. იესო მე შეხო გირწმუნე. შეხო თქვი ჩემი მორწმუნე გადარჩება. რას არ მიგეთებას? ჭყვადონ ხოს არ არის. რა არის იგას ხომ მითხარი გადარჩებიო და იესო მეტყვის. გვეტყვის ხوارთ მოგაშოროზე. შენ ვაფშე კითხულობ ვის სახარებას? რა არის წმენა? წმენა ის რა გონია მაჯიკური რაღაცა. აი მე ვირწმუნე იესომ რაქნა ჩემთვის და გადარჩი. კი ბატონო გადარჩი, მაგრამ აი ამ ცოცხალ წმენა არ შეიძლება მას ნაყოფი არ კონდეს. არ შეიძლება არ გამოი დაშე უყურე რას ამბობს იესო? ჩემშიო და ყოველ მომტან ლერწს ის გაწმენსო. კიდო მას კი არ მოჭრისო. აი მას თვითონ გაწმენსო. ზედმეტ რაღაცას მოაჭრის ეგ რაღაცებს. მერე ხდება, მერე ნაყოფი მოაქვს უფრო მეტად. მე მახსოვს ერთხელ ჩემმა მამამ თემა ცოცხალი იყო მაშინ იქ ეზოში ედგათ ისა მსხალის ხე რაღაცა. და გემრიელი მსხალი იყო. და მიხაკისფერი რაღაცა. დამამიძა სახელი. და ერთ დღეს მოვედი აქ სანახულებთან და შევხედე და მეუღრე რა არის მეუღრე? ბატონო გენო რა არის გიქნიეთ გასული? გადაგიგრეჭიათ ეს რა კარგი მსხლის ხე მეთქი, თუმცა ერთხელაც არ გამისინჯე, იმიტომ რომ პატარ-პატარები კი და რაღაცა. ნახავო, რა იქნებაო? მეორე წელს სულ არ გამხსენები ეს რა ქნა ერთი წლის უკან რა გაუკეთა იმ ხეს და რო ისა შევედი ჩემ ცხვირწინ იმ სისხლ რაღაცა ჩამოვარდა და
ბაგვანი მოადინა მე ვთქვი ეს თავზე რომ დამს მე ვთქვი ვინმე სხვა კაცებს მსხალი რო ავიხედე იმ სისხომ მსხლები ეკიდა რა ვიცი კაცები მსხვილი არ 3-4 იმ პატარა მსხლებზე უფრო დიდი ის კაცს რომ ბავშვს რომ მოხდეს შეიძლება ჩაქცევა გაუკეთოს დაემართოს იმ სისხლები იყო ხო და გამახსენდა მე მაშინ მორწმუნე ვიყავი მე და მე ვთქვი ვახ აი რას ნიშნავს ნერვულად იმას გოცხონტუა აი რას ნიშნავს გაწმენდა და მე იმ ხესთან რომ ვიდექი ისე მე მგონი ვილოცი ღმერთო ასე გამწმინდე და გამჭერი მე კიდე და ამისან ნაყოფიერი გამხადე მეთქი უფალა ცოცხალი მაგალითი ვნახე ღმერთი წმენდავს იმ მორწმუნეებს ვინცაც ნაყოფი გამოაქვს იმ ხეს ჰქონდა კაცი პატარა ნაყოფები მაგრამ ჩემი ცოლის მამა გენო მივიდა და კლად გადაჭრა იქ იმას დაამგვანა იმას ხო ეს კაცო ჯარში რომ იყავთ გადაყარსული ამისანა გახადა ისხე და მეორე წელს გასვლის გვეშინა და ქვევით რატომ თავზე არ მოხდესოდა და მანამდე ეს პატარები რაღაც რა არის ეს აქ ამბობს ეს მე ვარ ვაზი თქვენ ლერწები ყოველ უნაყოფოს მოჭრის ყლუპ რატომ არ გესმის უნაყოფოს ის უკვე ვაზეა ის ვიღაცა თქვენ ხართ ხო ლერწები მორწმუნე რომელსაც ღმერთი იესოდან მოჭრის იქ წერია რომ ის უკვე ვაზეა მაგრამ არ მოიტანა ნაყოფები მოვიდა მამა და კლანც მოჭრა იქით მეორე იგავი გახსოვთ მოვიდაო ის რაღაცა უფროსი ბატონი მე ვენახე და თქვა ლეღვის ხეზე რაზე ფიტავდესო კაცო ეს რამდენი წელია დგასო და ერთი ნაყოფი არ მოაქვს მოჭერი იქითო უთხრა ყვილად რატო ფიტავდესო მიწას მე ვაღი გადაადგა მე ვენახე ერთი წელი კიდევ ასალე ხო მოვაყრე ნაკელს რატომ მაინც ნაკელს ნაკელი ხო რა დუხი და რაღაცა კაი რაღაცა სასიამოვნო იმას უკეთებს ღმერთი ხილება ის ნაკელს მოვაყრე შემოუთოხნი მოვლი ყველაფერს ვიღონებ რომ ამა ნაყოფი გამოიღოს და თუ მომავალწელს არ გამოიტანა ნაყოფი მოსჭერია 3 წელიაო თქვა იქაც მნიშვნელოვანი 3 წელი ველოდები არაფერი არ გამოაქვს ნაყოფს ყოველთვის ნაყოფს უდარენიას აკეთებს იესო ის სული რომელიც უდარენიას არ უკეთებს ნაყოფებს ის რომელიღაცა ბოროტის სულია ის გეუბნება რადგინდა ნაყოფი შენ ირწმუნე აბა ჩემ მამზემ და შენ მამზემ კიდო გამოფხიზდი ესე ძაღლი ასე აკეთებს იფერთხავს წყალს რომელის წყლიდან დაიფერთხავს შენი რაღაცები თელი სახარება ახალი აღთქმა ხას უკეთებს ნაყოფებს დაჟე გადაწყვეტილი არის სულის ნაყოფები ხორცის ნაყოფები დისნობთო თქვა იესო მათ რა თქვა ფოთლები დისნობთო ნაყოფით იცნობთ ამიტომ ვინც ნაყოფებზე ისა ალერგიულია ის ბოროტის სულია იმიტომ რომ წმენა საქმის გარეშე მკვდარია და ასეთი ვიღაცა მკვდარ წმენას გადაგებს და მკვდარ წმენას გაჩეჩებს ხელში რომ გადაყლაპო და ამით ეშმაკი პარავს ღმერთის ცოცხალ სიტყვას და მერეში არ ახარ ეშმაკის საშიში შენ რა ისი ამისანა მორწმუნე ისი რა ამისანა მორწმუნეები ისი მათ არ ეშინიათ ცოდვის
მე გადარჩენილი ვარ გას. ეს ერთმანეთს გვაი ვიღაცამ YouTube-ში, თუ საერთოდ Facebook-ში. ისა პეტრე იყო ისა. ცოტა საკეთებდა პეტრე. ხო თქვა მან რას არ მინდა იმას ვაკეთებ. არიციან ზოგიერთება. პეტრე კი არა, პეტრე ის პავლე. პეტრე პავლე მეში ვახანს. პავლემ თქვაო, აი მე რაც არ მინდა იმას ვაკეთებ. და ასეთი იყო პავლე ყოველთვის. და კიდე იქ ვერ წერებში კორინთელებში წერს ისა. ღმერთმა მომცავეს ეშმაკის ანგელოზი. და ეს იყო ცოდვა. ღმერთმა მისცა. ღმერთმა აკურთხა პავლე რომ არ გამააყებულიყო დიდი გამოცხადებებით ცოდვაში აგდებდა. ღმერთო რა ეშველება ხალხს. ჭეშმარიტების მეტი არაფერი იგას. პავლე თავის შინაგანს ხსნის ქრისტეს რწმენამდე. თავის როცა ჯულში იყო პავლე რა ხდებოდა მის შიგნით. როცა მოვიდაო მცნება, როცა გაიგო არ ინატრო. როდის გაიგო მან არ ინატრო ახალ აღთქმაში? არა. როცა ირწმუნა ტორა ძველი აღთქმა, როცა მოვიდაო ჩემს ყურამდე გონებამდე არ ინატრო, აი მაშინ გასოწყდაო. მაშინ მომინდაო. სხვისი და ნატრაც. და პავლე ხსნის ადამიანის ბუნებას, ცოდვილი ბუნების იმას კარტას გვიშლის კაცო და ვიღაცამ ასეთი იყო პავლე. და ცოდავდაო კიდე ყოველთვის. პავლეს ისა ტყუილი დააბრალეს და ღმერთის ისა ღმერთსაც ტყუილი დააბრალეს. ღმერთი თურმე ასე ამდაბლებს კაც ხალხს რომ ისა ცოდვებში აგდებს რომ არ გამააყდეს. კარგი არ მინდა ხარ ვიღაცებს შევეხო აქ სულ არა ჩემი საქმე, მაგრამ უყურე რა არის. კაი, საქმის გაიგეთ, იესომ რა თქვა? მე ვარ ვაზი, მამა ჩემი მე ვენახე. ყოველ მომტან ლერწს მორწმუნეს ის განწმენს. ვისაც ხოლო არიო, ყოველ მომტან განწმენს უნაყოფო ლერწს კი მოაშორებს. კლუბ საქმის 2:21. ხო, ყოველი ვინც მოუხმობს უფლის სახელს გადარჩება. აიღეს ეს მხლი და მოუხმო უფლის სახელს გადარჩება. კი, ვინც ირწმუნეს და მოუხმობს გადარჩება. იმიტომ რომ ირწმუნა. და ეს ცოცხალი რწმენა გამოავლენს. ცოცხალი რწმენა და რელიგია თითქოს ერთმანეთს გავს სიტყვებით. უფალო სიცახეს ისიც და ისიც. ორივე დგას და გალობს. ორივე კითხულობს ბიბლიას ახარებას. ორივე ელაპარაკობენ რელიგია და მორწმუნე კაცი. ორივე ლოცულობს. და მხოლოდ გულში უყურებს ღმერთი. ვინ როგორ არის? ვიღაცა ასე აკეთებს, ვიღაცა კი მთელი გულით შეყვარებულია იესოს. ერთი ადგილას ამბობს პავლე, რწმენა, რომელიც მოქმედებს და ისიც სიყვარულით. არა იმით, წყეპლით და იმით. რწმენა მოქმედებს, რწმენა არა პასიური. რწმენა ქანდაკებას არის გოჩიკინაფილი. არა რწმენა გოჩიკინაფილი. რწმენა არის რბილი. რწმენა არის გიბკი. იქითაც, აქეთაც, ცოცხალია რწმენა. რწმენა მოქმედებს.
რწმენა ერთ ადგილზე არ ჩერდება რწმენა. აქ რო ნახა ვერწუს ისე როგორ გამტარი წყარი, მდინარე. რო ჩასვამ იმას ნავს რო აკეთებდით. დადებდი და всё, ორ წუთში არ ჩანს შენი ნავი, რატომ? წავიდე. აბა ჩადები ტბაში. დაიღლები იმის ყურებით. თუ ბაყაყი არ დაახტა იქ, ზევი და არ ჩაძირა. რატომ? არ მიდის არსად. და აყროლებულია და ყოღონები და იმითი. ბაყაყები და სავსე. იმიტომ რომ არ არის. არც შემოდის არაფერი და არც გადის იქით. რწმენა ასეთია. მიდის, მოქმედებს, მოძრაობს, სუფთა. ბალოტაში კი ჩორტი ვოჯისა რო ამბობენ. აი ასეთია ის რელიგიაც. რომელთა 10:9. იცი მე ეს მარა რა ვქნა. არ გამომდის ხანაირად და ილოცეთ კაცო თქვენ და დამიხმარეთ ერთი რამ. მოკლე. ან მაინც ბავშვობაში არ მიყვარდეს მოკლე მეტალეჯი მხატვრები ფილმები. სერიალები მიყვარდა როგორც 10:9. აქ წერია, იმიტომ რომ თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ამინ. ვინაიდან გულის სწამთ სიმართლე პირით აღიარებენ გადასარჩენად. რამეთუ წერილია მოსყოვილი მისი მორწმუნე არ შერწყვება. ამინ. პირველი ტიმოთეს 2:15. პირველი ტიმოთეს მე ორივე მე გადარჩენაზე ვლაპარაკობ აქ. რომლების მემარჯვენეებზე რომლების გადარჩენა მოაქვს. ის აქეთ არ ყოფილა. კარგი. ეხლა პირველი პეტრეს 4:18. ვერ გამომივიდა მაინც პირველი პეტრე 4:18. მაინც ნაღლად იმას ვერ ვლაპარაკობ. პირველი პეტრეს 4:18. აყურეთ. ოჰო. თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღმერთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება. ამიტომ ტანჯულებმაც ღმერთის სრულისამებრ თავიანთი სულები გადასცენ ერთგულ გამჭეს. თუ მართალი ძლივს გადარჩება. ოი დედა, პირველი პეტრეს 4:18. ეს იყო ეს, ხო? ეხლა ეფესელთა 1-ის ეფესელთა 3:5. კურთხეულიაო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი, მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში, ყოველნაირი სულიერი კურთხეებით, ამოგვირჩიაო მან ჩვენ ქვეყნიერების შექმნის წინ. ამოგვირჩია? ამოგვირჩია. უყურებაში გავაგზავნოთ. ამოგვირჩიაო ჩვენ ქრისტეში ქვეყნიერების შექმნის წინ. რატომ? წმიდანები და უბიწეები ვიყოთ მის წინაშე და აკიდო სიყვარულით. ამოგვირჩია ჩვენ ქრისტეში ქვეყნიერების გაჩენამდე, რათა ჩვენ რო გვინდა ეს ვილაპარაკო და ჩვენ რო გვინდა ეს გავაკეთო და ჩვენ როცა გული მოგვივა მაშინ ვიყვირო და ვიგინოთ და როგორც გვინდა ისე იცხოვროთ. წმინდანები და უბიწოები ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით. სიყვარულის გარეშე არ მოხდება ეს. სიყვარული ყველაფერზე თმობს. სიყვარული თავისას არ ეძებს. არ რისხდება. ბოროტს არ უკეთებს. ასე ისე. სიყვარულს აქვს. პავლე რა თქვა? ვერაფერი ვერ ჩამოგვაშორებს, ვერს
სიმაღლე, სიღრმე, წარსული, მომავალი, ვერაფერი ვერ ქნილება, ვერ ბოროტესული, ვერც ცთუნება, ვერც გაჭირვება, ვერაფერიო რა? ღმერთის რწმენას? არა, იგზერია ღმერთის სიყვარულს. სიყვარულის წინააღმდეგ პროტი ლუვი ნეტ პრიომა. სიყვარულის წინააღმდეგ არ არსებობს არავითარი ილეთი. დაიწვება, გააქრება, დადნება და ხმასაც ვერ ამოაღებინებ. იერ სილაპარაკებს, მე მიყვარს იესო, მე მიყვარხარ იესო, მიყვარხარ და შენ შემოგევლია, აი სიყვარული გალობით შეაკვდება ქრისტეს. და ვიღაცას რამე რო უთხრა, ან რო გითხრან. შენ ასეთო? ვის გაუბედე? დაიწყება იქ. სულიერ ნაგლური, სულიერ ძველბიჭური, სულიერული გარჩევა დაიწყება იქ. ქრისტიანული გარჩევები. სიყვარული არ არის იქ. მე რელიგიურად იმან რელიგიურ კლასიკებს წაუსვენე თავიანთ იმას. ვიხოდკებს. კარგი, ახლა ებრაელთა 3:14. ნახე. მოგბეზდათ ხო? ებრაელთა 3. იტყიალდა რა მოგბეზდაკაზე გვი დაღამდა შეგისმენ 3:14 და მართალი ცხარ. 3:14. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით. მე რა წერია? თუ კი რწმენის საწყის მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. იესომ რა თქვა? ბოლომდის მომფენი გადარჩება. ქრისტეს თანაზიარნი გავხდით. უყურე რა წერია? უყურეცმებო, თუ ვინმე თქვენგანს არ ქონდეს, რომელიმე თქვენგანს არ ქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული. მორწმუნეებს? პირველად მესმის. რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. ეს შესაძლებელია? მორწმუნე რომ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. თუ და ისე ამას ვინ ამბობს? მე შვიდე მოხდება რა წერია? როგორ სულიწმინდა ამბობს. არამედ შეაგონეთ ერთმანეთი ყოველდღე. რათაო რომელიმე თქვენგანს მორწმუნეებს ერთსეს. რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს. ცოდვის საცდურით. ცოდვად საცდურით გული ქვავდება და მე არ გზნობს. არ სულიწმინდის ხმას. არ სმის მორწმუნის მების ხმას. არ სარვისი ხუცესის ხმა. არ სოლის არა всё. ქვიანი გული აქვს უკვე. რბილი გული გაქრა. რატომ? ცოდვამ ცოცოდა გაუქვავა. აგერ წერია უყურეცმება. რომელიმე თქვენგანს არ ქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული და ცოცხალ ღმერთს არ განუდგეს. შეაგონეთ ერთმანეთი ყოველდღე. რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. და მე ამბობს, ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუ კი რწმენის საწყის მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. და მე რომ დაამთავრები რომ 4 მუხლი დარჩა თუ რაღაცა და მე თვითონ თუ გაინტერესებს წაიკითხავ იქ. რას ამბობს იქ? ვერ შეძლესო შესვლა ურწმუნეების გამო. ეხლა უყურე მემარცხენეებს. ეს მემარჯვენეებზე კითხულობდი რომ მე მას უფრო დავხვეწავ და მე
ეხლა მე რას ვლაპარაკობ აქ ჩემ ხადაგებს კიდე სჭირდება მას დახვეწა. ეხლა მემარცხენეები მათეს 7:19 მემარჯვენეები და მემარცხენეები 7:19 ვამთავრებ ხუმრობ 7:19 ყოველ ხელს რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს ჭრიან და ცეცხლში აგდებენ როგორ ამისხეთ ამ ბანას რა ხეხილდა რაღაც ისა ბოტანიკას გვიხსნის ან გუფალი ეს ყოველ ხელს ეს მორწმუნე ესხე რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს ჭრიან და ცეცხლში აგდებენ ცეცხლის ის რა არის ჯუჯუხეთის ცეცხლის ბა ასე რომ მათ ნაყოფით ისნოთ და ზევით ამბობს იესო შედით ვიწრო ჭიშკრით მოერიდეთ სოწინას არ მეტყოლებს მათი ნაყოფით ისნოთ მათ და მერე ამბობს იესო ვინც მეუბნება უფალო ვიღაცამ კიდე ესენი ურწმუნეები იყვნენ როდესაც ურწმუნე მე საქმე არა საღაშენ გიწინას არ მეტყოლოს ეშმაკები განდევნო სასწავლებლები აკეთოს იესოს სახელით ურწმუნეები არ აკეთებს ამას და მერე იესოს გაუბედოს და უთხრას უფალო ესენი მორწმუნეები იყვნენ რომლებმაც კარგად დაიწყეს მაგრამ გული გაუქვავდათ მერე ცოდის გამო იესომ რა უთხრა არასოდეს გიცნობდით გამშვიდით მოქმედნო ურჯულოების ურჯულო რა არის ცოდვა იქ რა თქვა ებრაელთა წერილის ავტორმა გაუქვავდათ გულები არ გაუქვავდათ გულები ცოდის საცდურით არ განუდგესოთ ცოცხალ ღმერთს ესენი აქ უფალო ესენი განუდგნენ და 25 რამდენი ხანია მოვდივარ და მოვახსიე როგორც იქნება მათეს 25 Внимание, шагоnie. ხანის ხანთუდა ვიხუმრო რომ ისა ვის რა დაღლილები იქნება და მე მეთქი ცოტა ხო არ გავაცინო მეთქი 25-ის ვიღაცა ეტყვის შენ გაცინება შენ არა საწერიე ეს თამშენ არის ცინი ხა სხვაგან კარგი 25-ის 31 უყურე ხოლო როცა მოვა ზეკაცისა თავისი დიდები და ყველა ანგელოზი მასთან მაშინ დაჯდება თავის დიდების ტახტზე და უსმენ ახლა და შეკრებილი იქნება მის წინაშე ყველა ერი გამოარჩევს ერთი მეორისაგან როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან და მე ყოველთვის მეგონი ეს თხების იყვნენ ურწმუნეები შეიძლება ბევრს კიდევ გეგონოთ თავის ტახტზე დაჯდება ქრისტეს ხო იცით პეტრემ რო თქვა თუ პავლე ჩვენ ყველანი გავლით ქრისტეს სასამართლოს მორწმუნეები და ღმერთის სასამართლოს მამა ღმერთის გაივლის ყველა ურწმუნო შეკრებილი იქნება მის წინაშე ყველა ერი გამოარჩევს ერთი მეორისაგან როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს დაიწყებს დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ თხებს მარცხნივ ეს არის მემარჯვენეები და მემარცხენეები მოდით აქ მამაჩემის კურთხეულო დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების დასამამიდან გამზადებული თქვენი სასופველი ვინაიდან თქვენ ირწმუნეთ თქვენ აღიარებდით თქვენ ლოცულობდით თქვენ მარხულობდით ეკლესიაში დადიოდით შემოწირულებს იძლეოდით გალობდით საგალობისას იგონეთ გალობასაც წერდით ხო და ამისანა მაგვარები არ თქვი აქ იესოს იესომ სულ არ უთქვია აქ საერთოდ სიტყვა რწმენა იმიტომ რომ
რა რწმენა მოგითხოვია ვიღაცისგან და რა საქმეები. რწმენას ვერ ხედავ შენ. მე მწამს. რა ვიცი რა შენ მწამს თუ არა, რა ვიცი. მე რო გითხრა, მე მწამს. რა ის შენ მე რო მწამს. შენ იტყვით და კახამ თურმე კახას კიდოს წამს იეს. სიტყვაზე ვამბობ. რა ის იკაცო შენ მე რომ წამს. ანდა მე რა ვიცი შენ რო წამს. ისი მე საიდან ხედავ შენ რო წამს. შენი სიტყვიდან, შენი საქმიდან, შენი მოთმინებიდან, შენი ხარაქტერი, შენი ბუნება, შენი აი შენგან ხედავ მე შენ წმენას. მედი საიდან ჩანს კუდი აქვს, თები აქვს, ცხვირი აქვს. რა ვიცი მე ოთხკუთხედია, ჭვეტიანია, გვალია. როგორ უნდა გავიგო მე შენ წმენა გაქვს თუ არა? იესოს არ უთქვია? მორწმუნეებო, აქეთ ჩემთან მოირბინეთ. ისეუბნება, მოდი ჩემთან. თქვენთვის ქვეყნიერების დაარსებიდან გამზადებულია სასופველი. ვინაიდან შიოდა საჭმელი მომესით. წყუროდა დამალევინეთ. უცხო ვიყავი. მიმიღეთ. შიშველი ვიყავი. და შემოსეთ. სნეული ვიყავი. და მომინახულეთ. საპყრობილეში ვიყავი. და ჩემთან მოხვედით. აი, რწმენა. ეს არ რწმენა. რწმენა არა შევამბობ. მე მწამს. მამა, ზედა, სული წმინდა. ღმერთმა გაკურთხოს. მაგრამ ნაყოფები აჩვენებთ. მაშინ მართლები ეტყვიან. უფალო, როდის გიხილეს შენ კაცო მშიერი და გაჭამეთ, წყურვალი დაგალევინეთ. მეფე მიუგებს. რას გავუკეთეთ ერთ ამ ჩემ მცირეც მოთაგას მე გამიკეთეთ. გაკეთება. გაუკეთეთ. გაუკეთე. რას გაუკეთე ვერც? აი ეს შიოდა, მციოდა, მინახულე, მომიტანე, ჩამასვი, მიმიღე. მაშინ იმათ ეტყვის მარცხნივ წადი ჩემგან წყეულო, საუკუნო ცეცხლში. რატომ? ვინაიდან არ ირწმუნეთ თქვა იესომი. იმდენ რომ მე არ მირწმუნეთ თქვენ, ურჯულოებო თქვენ. ეშმაკიშვილებო. მან თქვა, ვინაიდან შიოდა და საჭმელი არ მომეცით. წყუროდა, არ დამალევინეთ. უცხო ვიყავი, არ მიმიღეთ. შიშველი ვიყავი, არ შემოსეთ. სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მოხვედით ჩემს სანახავად. ისინი ეტყვიან, უფალო, როდის გიხილეთ ასე. იესო ეტყვის მათ. თქვენ როგორც არაფერი გაუკეთეთ. გაუკეთე. რა არის გაკეთება? რწმენა? რწმენა, მაგრამ სხეულ მიცემული რწმენა ეს. რადგანაში ილაპარაკე მწამს. გადარჩენილი ვარ. დავაი გააგზელე. აქ წერია არაფერი გაუკეთეთ. ამიტომ კარგად. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველს. როგორ ესენი ასე ყიან? უფალო, როდის გიხილეთ შენ? შიერი და მწყურვალი. წავლენ საუკუნო სატანჯველს, ხოლო მართალნი საუკუნო ცხოვრებაში. პირველი იოანეს
ერთი კიდე მომითმინეთ 1 იოანე 3:14. ვაწმი ახლა იოანე რა სიტყვა და აქ რაღაც ბომბა ექნება თქმული 3:14. პირველი იოანე მოზე მეორე იოანეს არ უყურე პირველი იოანე 3:14 მოუყურეთ 14 ჩვენ ვიცით რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით ეს ხო ვიცით ხო იოანე ჩვენ ვიცით ესე იგი წამს რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით და წერტილია იქ იმიტომ რომ გვიყვარს ძმები ჩვენი გადავედით სიკვდილიდან სიცოცხლეში იმიტომ რომ გვიყვარს ძმები სიყვარული ყოველთვის ჩვენ ძმებს არა სიყვარული კოსნაგი არა სიყვარული არის სიყვარული დახმარება ერთად ყოფნა ერთად ცხოვრება მისი სიხარული შენი სიხარული მისი გაჭირვება შენი გაჭირვება ერთად ახარ ძმები ხართ გიყვარს მასზე ფიქრობ მასზე ნერვიულობ მას რო ხარია შენს გიხარია მას რო ტკივა შენს ტკივა ესაა სიყვარული და ის კი არა ლაიქებს რო უგზავნეთ ფენაგეთ იგი რაგეთ ხაბარია მაგი ვისაც არ უყვარს საქმე სიყვარული რა ისე შეიყვარა ღმერთმა რომ ისა დიდი გული გამოგვიგზავნა დედამიწაზე დიდი ლაიქი ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება რომ გააკეთა ზეგასწირეგაც წერილი არ გამოგზავნიან და რაღაც დიდი გული არ უსწრებ ზევიდე აი მე თქვენ მიყვარხარ გააკეთა თავისი ზეგასწირა მოვიდა და მოგდა ჩვენთვის სიყვარული ხო არა მარტო თავისი ხელი გადასმა და იყოსნა ვისაც თავისი ძმა არ უყვარს სიკვდილში რჩება რომელთა 11 და კიდე რაღაცებია მაგრამ წავიკითხავ ისედაც ხედა გრძნობ რომ გადავაჭარბე ვაფშე მაგრაზე რომელთა 11:17 და ვსია თუ ეს ის ადგილია 11:17 პავლე რომ ამბობს ისრაელზე ის იყვნენო პირველი ნაყოფი იყო ისრაელი თუ ზოგიერთი რტო გადატყდა ზეთისხილის ხეს ხო ადარებს ისრაელს თუ ზოგიერთი რტო გადატყდა შენ გარეული ზეთისხე დაემყენ იმ ადგილას და გახდის ზეთისხის ფესვის და წვენის თანაზიარნი ნუ იმპარტავნებ რტოთა ესე იგი მორწმუნეების და ებრაელების წინაშე ისრაელის წინაშე ხოლო თუ იამპარტავნებ იცოდე შენ კი არ გიკავია ფესვი არამედ ფეს შენ მაგრამ მე სხვა რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა შენ იტყვი რტოები გადაყნენ რათა მე დავემყნა კეთილი ისინი გადაწყდნენ ვინაიდან არ სამდათ შენ კი გახარ წმენით ოჩავო ნუ გაამაყდები არამედ გეშინოდეს რას ქვია პავლე მეშინოდეს შენ არ გახსოვს იონემ რა თქვა ვინ შიში არის ეს როყოფილი არ არის ეს სხვა შიშია ვინაიდან თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები შენც არ დაგინდობს ამრიგად ხედავ ღმერთის სახიერებას და სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე თუ იდგები მის სახიერებაში თუ იდგებიო რწმენაში
თორემ რა თორემ მაშინე პავლე არა გავფრთხილებ თორემ შენს მოიკვეთები მოკლედ მერე ტიმოთეს პირველი ხამეში ამბობს რომ მათი რწმენის ხომალდი დაიმსხრა ეს მორწმუნეებზე ამბობს მერე პირველი ტიმოთეს 4:1-ში ამბობს განდგებიან რწმენისაგან და ერთი ამბავი მოკლედ ყველაფერი ამის ბოლო იტოგი მეუდადებო მე ხლა ეს უცბად რაც ერთ დღეს რაღაც მოვხაზი რაღაცები ის ჩამწერე არც კი ისა მომზადებია საერთოდ მაგრამ მე მაინც აზრი მინდა ხო გითხარით წინასწარ გლეხურად ქუჩურად იქით-აქეთ მაგრამ მაინც ბიტყვი ჩვენ წმენა გვაქვს გადარჩენა გვაქვს ჩვენ ვირწმუნეთ და არ ვინაგლოთ მარტო ღმერთი არ გვეძლო შენ მირწმუნე მე მოდი შვილაკეთ მოდი ამას ველოდები შენ გადახედე სახარებას გადახედე კიდო ერთხელ აიღე სახარება და მარტო ეს თემი ეს აიღე როგორ უყურებს ღმერთი ვინ შევლენიქ ტყუილად ამბობს იესო ტყუილად ამბობს ამდენს იესო ქრისტე ტყუილად ამბობს სულიწმინდა ამდენს ტყუილად ამბობს პავლე მოციქული ტყუილად არის ნაყოფები მაშინ ამდენი სახარებას არ უნდა დაწერილიყო მაგალითად მოციქულთა 4 სახარება მოციქულთა საქმეები და გასცეს კიდე ერთი თავი რომელიმე პრივეტ როგორ ახართ გადარჩენილები ხართ აბა მოემზადეთ სვეშამი და დამთავრდა რა თუნდა ამდენი ჭკუის სწავლება ამდენი ეკლესიების წერა ამდენი სულიწმინდა რომ ამხაზია შვიდ ეკლესიის გამოცხადებაში ისა ეკლესიებს რეუნება რა თუნდა ამდენი რაღაცები თუ რწმენით გადარჩენა ჰოპ გადარჩი იესო რა თქვა ბოლონდის მომთმენი გადარჩება ბევრჯერ იმეორებს უფალი გადახედეთ სახარებას იმიტომ რომ ნამდვილ რწმენას აქვს საქმეები და სწორად ამბობს იაკობი რწმენა საქმის გარეშე მკვდარია ბიზია ამიტომ გააქვს რწმენა პავლე რა თქვა ისე თრთოდე და იდექი რწმენაზე და არ გამააყდე და გეშინოდეს ღმერთის იმიტომ რომ მას შეუძლია თუ ისა რადნოიტოდი მოკვეთავო და მოაჭრაო შენ დამყნებულს არ გაუზრდება ისიც მე არ მეთქია საგერ სახარებაში გიწერია ასე რომ მივიდეთ კი არა გასავი უბრალოდ მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ და ყველაზე რომ ბევრს ეს ის ხო არა კაცო რაღაც შენ ლატარია წააგე რაღაცა იყიდე რაღაცა და მოგატყუილეს მანქანა იყიდე გეგონი და რაღაცა შემოგაჩეს რაღაცა სხვა ეს არის მარადიულობის საკითხია ეს არ მეორდება მეორეჯერ ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება ერთხელ ცოცხლობს კაცი და დიდი შანსი აქვს გადარჩენის მიღების აი ამ გადარჩენას ნუანდობ ნურავის შენი მარადიულობა გიგავია ხელში ვინ ქადაგებელს და რამ ქადაგებელს აიღეს სახარება ქადაგებელი საჭირო მაგრამ გააჩნია ვისგან ისმენ შენს ეკლესიას უსმინე შენს ხუცეს უსმინე და საერთოდ ყველას უსმინე სახარებიდან ამიტომ შენ ნუ
მაყოფილდები რომ ვიღასას სწავლობს და კითხულობს, კაცო და ვიღასამ ბიბლიური კოლეჯი დაამთავრა და სკოლა. შენ ისწავლე, შენ იკითხე დღე და ღამ. ასე ხო წერია? რა ტვერს რა უნდა კაცო? იმიტომ რომ ხმარობ იმიტომ რა ტვერი დორე რო არ ხმარობდე ტვერს რა უნდა შიგნით. ასე რომ იკითხე სახარება. იკითხე, ისწავლე, გამოიკვლიე, დაფიქრდი, ვერ გაიგებ, ილოცე, უფალო შენი სული წმინდით გამიხსენი. იმდენი ტყუილებია, იმდენი არასწორი რაღაცებია. ხანდისხან მინდა ვაფშე ამოვშალდეს Facebook-ის. მაგრამ მე ახლობლებს, მეგობრებს, მეებს დაყარგავ და იმიტომ არ კიდევ ატორმოსებ და ვცდილობ ისა არ უყურე იმ ვიღაც ამავე მოლაკლაკებს. და რა და ინტერესი მეს მძლევს ხანდისხან. და მე მანერიულებენ. ასე რომ როგორც გინდა. მე ჩემი გითხარი. მე გაგაფრთხილე. მე ვაფრთხილებ ჩემ თავს და თქვენს. ფრთხილად. ფრთხილად მეგობრებო, ეს ჩვენი მარადიულობა. 100 ჯერ კი არა, 1000 ჯერ გასვამე. რა თქმა უნდა რწმენით გადავრჩები და აი ამ ცოცხალ რწმენა არ მოგატყუებს ნაყოფები. და ნუ გეტყვით რომ ნაყოფები გადარჩენა. ეგერ იესო იმან თქვა პავლე. მათი რწმენის გემი დაიმსხვრა. всё. რას ქვია რწმენის გემი დაიმსხვრა? მორწმუნეები იყვნენ და всё. დაკარგეს რწმენა. თუ რწმენითაა გადარჩენა, მაშინ მათ გადარჩენა დაემსხვრათ. კიდევ გაგახსენებთ ერთ ადგილს, იესომ გახსოვს რა თქვა? აი ნელთბილი რო ხარ, არცხელი რო ხარ და არც ცივი და ის რო ხარ. ნირიბანი მიასა. ამოგანთხევ. რას ნიშნავს ამოგანთხევ? ჩემგან ქრისტედან ბლუმ და გახვალ იქით. რა უქნა თევზმა იონას? ამოაგდო. თევზი დარჩა ზღვაში და ნიორა მეტყვი. კიდევ ნიორა. იონა ნაპირზე. თევზმა ამოაგდო ასე იონა. ასე რომ თუ ღმერთმა გვაშოროს ვინმეს და იესო ღმერთმა აშოროს ვინმე, თუ ღმერთმა ვინმე ამოაგდო, ის ნიშნავს რომ ქრისტესგან მოშორდა იგი, მოიჩრა. იესო ამბობს ამას. იმიტომ ნელთბილი რო ხარო. ვისა საქმეები არ ქონდა ეგნებოდა. მე შენ გაჩვენებ არ ღირს მემოდადებო ღმერთთან ხომრობა. ღმერთის სიყვარულისა და მჭამელი თესხისა არ დაგავიძდეთ. და სატანამ არ მოგვატყუილოს. რომ მარტო რწმენით გადარჩება კაცი. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და გთხოვთ. ნუსმენთ ვიღაცებს, ნურს ვიღაცებს, უსმინეთ სახარებას, თქვენ ხუცეს, თქვენს ეკლესიას, სადაც ღმერთმა დარგოთ, იქ იყავით და იმათ უსმინეთ. ამიტომ რა ვიცი, უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, გისურვებთ. ახლა დღეს კვირა არის, ყველანი კრებულებში მიდიხარ და როგორც იაკობი ამბობს, ნელის სიტყვაში და მარდის სმენაში. უსმინეთ თქვენ ხუცესებს, თქვენს იმ ქადაგებლებს და არ დაკარგოთ. რასაც ყველა მარგალიტი აიღეთ და წამოიღეთ თქვენს გულში და თქვენს ოჯახებში. უფალმა გაკურთხოთ და აბაჰე და აბაჰო. ღმერთის სიყვარული იესო ქრისტეს მადლი და სული წმინდის ზიარება, ურთიერთობა ყველა ჩვენთაგან და თქვენთან და მეც. ამინ. აბა კარგად და დიდი ბოდიში ამდენი ვილაპარაკე.